თვითონ სკოლები, როდესაც სასწავლო პროცესი როდესაც იწყება, იქაც კარგად უნდა იყოს, მოკლედ, სტუდენტი იქნება თუ ვინ სწავლის მომხმარებელი, რომ როდესაც ვამთავრებ არ ნიშნავს, რომ ვარ უკვე კოუჩი. ეს არის სწავლის დაწყების და ამ პროფესიაში განვითარების პირველი საფეხური. რა თქმა უნდა, აკრედიტირებული სკოლიდან მოდის და იწყება ყველაფერი, ოღონდ იქვე უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, რომ ამ ყველაფერს ამ სასერტიფიკატო პროგრამას აუცილებლად უნდა მოყვეს მენტორინგები, რომელიც უშუალოდ პირდაპირ მუშაობს სუპერვიზორი იქნება თუ mentor coach-თან და თითოეული სესიის განხილვა მიმდინარეობს, ანუ რა პროცესს ხსნი, ხო, mentoring-ის რას ნიშნავს? გროვდება პრაქტიკა აუცილებლად, იმიტომ რომ ACC, PCC, MCC, რაც ნიშნავს აკრედიტირებული სერტიფიცირებული coach-ი, პროფესიონალური სერტიფიცირებული coach-ი და master სერტიფიცირებული coach-ი. ეს არ არის მხოლოდ ტიტული, ამას გრძელი გზა აქვს და საკმაოდ აგროვებს საათებს მუდმივ პრაქტიკაში. და ეს თან 2-3 საათზე არის, 500 საათს. ACC არის 100 საათი, ასოცირებული სერტიფიცირებული coach-ი გახდი არის 100 პრაქტიკული საათი mentoring-ის სუპერვიზია, PCC არის 500+ საათი mentoring-ის სუპერვიზია, რა თქმა უნდა და აქაც ჩატარებული პრაქტიკული საათები MCC 2500 საათი პრაქტიკაში ყოფნა და ცალკე MCC-ებს კიდევ mentoring-ი და სუპერვიზია. ანუ ეს პროცესი ესეთი მარტივი არ არის, რომ რაღაც 3 თუ 4 თვეში coach-ი გახდა. და ესე ხელს წამოსაკრავად. ეს არის მეორე, რომ სკოლაში უნდა ხდებოდეს ამისი განმარტება და აქვე მითითება, რომ კი, თქვენ გაქვთ საწყისი ფაზა, ეს არის სწორედ პროფესიაში გარდაქმნი ამას თუ შენს მიმდინარე პროფესიასთან გაუკეთებ თანხwebdrას. შენი გადასაწყვეტია, ორივე მიმართულებაში გჭირდება გახდე პროფესიონალი.